Deputat Tamas Dias-Amidze საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობის ლიდერ პეტრე ცისკარიშვილმა დიას-ამიძის ფრაქციიდან გარიცხვის ალბათობა გამორიცხა. დღეს კი განაცხადა, რომ დიას-ამიძისა და მათი გზები ბოლო დროს გაიყო. უმრავლესობის გადაწყვეტილება და დიას-ამიძის პასუხი ნახეთ ციუჟეტში. Deputati Tamas Dias-Amidze დღეს არც პარლამენტის სხდომას დასწრებია და არც უმრავლესობის შეკრებას. მან მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო, რომ პირველია ამ მოწვევის პარლამენტში, ვინც საპარლამენტო უმრავლესობამ საკუთარი რიგებიდან გარიცხა. ალბათ ეს კონსტიტუციის პროექტს მხარის არ დაჭერა, უფრო ისეთი იმდენად მიუღებელი გახდა, რომ მათ ამნაირი გადაწყვეტილება მიიღეს, ეს არ გამკვირვებია, მე მოველოდი მას ამ ნაბის უმრავლესობისაგან. გადაწყვეტილებას სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა გამოაცხადა და თამას დიას-ამიძის გარიცხვის მიზეზიც დაასახელა. ის არ უჭერდა ხოლმე მხარს ისეთ საკითხებს, რომელიც ჩვენ თვლიდით, რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, საქართველოს მომავლისთვის, ადამიანებს, ვისაც აქვთ განსხვავებული ხედვები, განსხვავებული აზრები, რა თქმა უნდა, ისინი ვეღარ იქნებიან ჩვენს რიგებში. აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობის დანარჩენ წევრებსა და ნაციონალ თამას დიას-ამიძეს შორის აშკარა მაშინ გახდა, როდესაც პარლამენტმა ახალი კონსტიტუციის განხილვა დაიწყო. პირველი და მეორე მოსმენისას თამას დიას-ამიძემ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. უკვე მესამედ კი ხმა ახალი პროექტის წინააღმდეგ მისცა. მაშინ ის რამდენიმე ოპოზიციონერის გვერდით აღმოჩნდა. კონსტიტუციას ხმას სულ 5 დეპუტატმა არ მისცა. თამას დიას-ამიძემ, გიათ საგარეიშვილმა, კარლო კოპალიანმა, ჯონდი ბაღათურიამ და დიმიტრი ლორთქიფანიძემ. ეს იყო თამაზ მხრიდან ძალიან ესეთი რთული და გაბედული გადაწყვეტილება. თამას დიას-ამიძე ამბობს, რომ კონსტიტუცია ერთადერთი საკითხი არ ყოფილა, რაზეც თანაგუნდელებთან უთანხმოება ჰქონდა. თუმცა კენჭისყრის შემდეგ ასეთ გადაწყვეტილებას მუდმივად ელოდა. პარლამენტის წევრი ვარ და ჩემი მოვალეობა მაქვს ამ მომჩევლის წინაშე და საზოგადოების წინაშე და არის თემატიკა, რომელზეც მე მაქვს ჩემი შეხედულებები და გავაგრძელებ მუშაობას. უმრავლესობის ყოფილი წევრი თბილისში არ იმყოფება. ამბობს, რომ ოპოზიციურ ფრაქციაში გადასვლას არ აპირებს და პარლამენტში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს.